გუგა, ილია ჯალაღანიას საქმიანობით შესწავლით, რიგითი დაზარალებული ადამიანები კი არა. პირადად ბიძინა ივანიშვილი იყო დაინტერესებული, უფრო მეტიც. გურია ნიუსის გამოცემა გურია ნიუსის არქივში ინახება ინტერვიუ, რომელიც 2015 წლითაა დათარიღებული და სადაც პირდაპირ მიმართავს მთავარ პროკურატურას ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნების თავმჯდომარე, საპატიო თავმჯდომარე და ითხოვს ჯალაღანიას წარსულის შეხსენებას და ეს ინტერვიუ, როგორც გითხარით, გურია ნიუსის არქივში არის და ეხლაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ნახოს. სწორედ ეს ადამიანი, რომელსაც არაერთი ადამიანი ადანაშაულებს ზეწოლაში, ტერორში, მილიონობით ლარის ქონების წართმევაში, ქვემო ქართლის გუბერნატორი გახდა. ეხლა გუშინ დანიშნა ის ირაკლი კობაღიძემ, თუმცა მანამდე ის იყო ქართული ოცნების ხელისუფლებასთან, მან მოახერხა დაახლოება 2012 წელს და 2013-15 წლებში იყო დასავლეთ საქართველოს მთავარი პროკურორი. სწორედ ამ ამბის გახმაურების და ინფორმაციის გაგების შემდეგ მოითხოვა საჯარო ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა მისი წარსულის შემოწმება და ქართულმა ოცნებამ რა გააკეთათ, იცით? ამ ინტერვიუდან ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან ერთ კვირაში ოლქის მთავარი პროკურორობიდან მოხსნა ილია ჯალაღანია, შემდეგ მიაჩუმათ ეს ადამიანი არ გამოჩენილა და ბოლო წლებში როგორც ჩანს ისევ აღორძინდა ქართული ოცნების ხელისუფლებაში. მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ როგორც შენ უთხარი მაყურებელს არაერთი საჩივარი არსებობს, ჩვენ ჩავწერეთ დღეს ადამიანები, რომლებსაც პირადად ილია ჯალაღანიამ ჩამოართვა ქონებები, უფრო მეტიც ავთო ბერიშვილი არის ესეთი პიროვნება ჩოხატაურში, რომელსაც მილიონობით ლარის ქონება წაართვეს, ის იყო რაიკავშირის თავმჯდომარე, ამ ქონებებზეა საუბარი, დაათმობინეს, აჩუქებინეს სახელმწიფოსთვის. ჩვენთან საუბარში პირდაპირ და ღიად ამბობს, რომ სწორედ ილია ჯალაღანია იყო ის მთავარი პროკურორი, რომელიც რეგიონში პირადად დადიოდა და წასართმევ ქონებებს პირადად აღწერდა. დამირეკეს მე და მითხრეს, რომ ჩამოვა ილია ჯალაღანია და ამ ქონებებს ყველაფერს დაათვალიერებსო. მართლაც ჩამოვიდა, მანქანაში ჩამისვა. ხო და წავიყვანე მოვატარე მთელი რაიონი და სადაც იყო რა ჩვენი იგენი რა ქონებები. იქ გავაკეთეთ, ესე იგი, შემოვლა და ჩაინიშნა ყველაფერი ამ კაცმა. რამდენიმე დღის მერე გამოუშვა კიდევ ორი პროკურორი, რომლებმაც ესე იგი ანალოგიურად, ესე იგი, როგორც ილიამ, ისე ყველა მოიარეს ყველაფერი და ჩაინიშნეს, შეადგინეს, ესე იგი, ჩამონათვალე ამ იმის და ამის შემდეგ გითხრენ, რომ აბა ჩაატარეთ კრება და აჩუქეთ სახელმწიფოს. სახელმწიფო უკეთ მოუვლის. ჩვენ ვთხოვეთ, რომ რა ქვია, ერთი შენობა ახლა რომ ისაშით უკვე დაგვიტოვეთ ჩვენ მეპაიებს, რომ შევიკრებოთ რაცხა. დავკვირდა პირველად, თვითონ რომ იყო დავკვირდა და მე რომ გამოუშვა პროკურორები, გერმა ვარ ითქო არა. ჯალაღანიასგან იყო და მისი პროკურორებოდა კაცო დაგიჭერავ და მათ შორის იყო ილია ჯალაღანია, რომელიც დაჭერეთ. აი, ოფიციალურად გოგონებოდა ამაზე. ეს იყო ჩვენი ქონება, კერძო ქონება. ჩამორთმების უფლება, ესე იგი, არ ქონდათ მათ. იმიტომ რომ კანონი არ აძლევდა, კონსტიტუცია არ აძლევდა ამის უფლებას და შანტაჟის გზით ჩაგვატარებინეს კრება და გვაჩუქებინეს ეს. როცა ხელისუფლება შეიცვალა, ბატონო, ავთო მოითხოვეთ სამართლიანობის აღდგენა? დამცინი რომელ სამართლიანობის აღდგენაზე ლაპარაკი, რა უნდა მომეთხოვა და ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მილიონების ქონება ჯალაღანიას თაოსნობით კი, მილიონის ქონება კი წაგვართვეს. ჯალაღანია იყო ჭანჭიკი და ასე დარჩება ალბათ სანამ არ მივა ეგ მაღალა იმაში, იქ მე შეიძლება გახდეს რამე და რა უნდა ჯალაღანიას არაფერი იყო დამოკიდებული, იყო დავალება ქონდა და გააკეთა. ამერიკავდა ჯალაღანია რომ ჩავიდნენ ქუთაისში გვიბარებენ, ეგ და წავიდოდით, ორ-სამჯერ ვიყავით. თან გამგებელი ესწრებოდა ამას. რამდენის ქონება დაგათმობინეს ბატონო იმპერიაში? დაახლოებით 400-500 ადამიანები, რომლებსაც ჯალაღანიას წინააღმდეგ არაერთი საჩივარი და საჯარო განცხადებები აქვს გაკეთებული, დღეს თანამდებობებზე არიან, მათ შორის ერთ-ერთი არის ჩოხატაურის საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ სიხარულიძე, რომელიც აღმოჩნდა იმ იშვიათი თანამდებობის პირთაგან, რომელმაც ღიად დაადასტურა ის წარსული, რომელიც ჯალაღანიასთან მას აკავშირებდა. ვლადიმერ სიხარულიძე იყო დევნილი წინა ხელისუფლების მხრიდან და ის ადასტურებს ჩვენთან საუბრისას ერთ ძალიან გახმაურებულ ფაქტს, ეგრეთ წოდებულ ბახმაროს მიწების სკანდალს, სწორედ ილია
ჯალაღანიას თაოსნობით და ამასაც ინახავს ადგილობრივი მედიის არქივი. ერთ ღამეში ზუსტად 230 ადამიანს ბახმაროში მიწებით ჩამოართვეს. პირდაპირ მნიშვნელობით ერთ ღამეში აი ამ შენობაში იჯდა ჯალაღანია, რომელიც ჩემს უკან მდებარეობს, სწორედ აქ დაიბარეს და ერთმანეთის მიყოლებით 230 ადამიანს ბახმაროში მიწები აჩუქებინეს სახელმწიფოსთვის და ეს დოკუმენტებიც ეხლაც საჯარო რეესტშია და როგორც გითხარით ამ ყველაფრის ხელმძღვანელი ილია ჯალაღანია იყო. როგორც გითხარით ამავე დროს მას ჰყავდა პოლიტპატიმრები, ადამიანები, რომლებიც 2012-ში სწორედ პოლიტპატიმრების სტატუსით გამოვიდნენ, თუმცა დღეს ერთ-ერთ მათგანს რატომღაც არ გაახსენდა ილია ჯალაღანია, რადგან როგორც გაირკვა, ის ქართული ოცნების დეპუტატი გახდა და მას ქართული ოცნების წევრებიც კი მიეხმარენ იმისთვის, რომ უბრალოდ ჯალაღანიას ისტორიაც დავიწყებოდა. იმ პერიოდში შეიძლება იმ სისტემის ნაწილი იყო და ასრულებდა იმ დავალებებს, რასაც მას აძლევდნენ, ხო? ხო, მასრულებდა ილია ჯალაღანია ამ დავალებებს. იყო, აბა შემსრულებელი იყო, იმიტომ რომ და შემდგომ თქვენ თუ გაიხსენებთ, როცა 2012 წელს ქართული ოცნება მოვიდა, ეს გადაიყვანეს დასავლეთ საქართველოს თავარ პროკურორად და მაშინ აპროტესტებდით მაგას. ხო, აპროტესტებით, იმიტომ რომ ის საკითხები, ვისაც უნდა გაესაჩივრებინა, ისე მასთან ხდებოდა, ხო? ეგ სიტუაციები იყო. ეს ადამიანი, ვისაც ეომებოდით და ვინც ციხეში უშვებდა ადამიანებს სიტყვისთვის და თავისუფლების დაცვისთვის და ვინც ბიძინას დედასაგინებდა, დღეს კობახიძე გუბერნატორად ნიშნავს. ამაზე რა პოზიცია გაქვთ? მაგრამ პოზიცია ის არის, რომ ალბათ ყველა თავის დანაშაულზე აგებს პასუხს. როდის აგებს 13 წელი გავიდა და ილია ჯალაღანია აგებს პასუხს, ან შეიძლება გამოისყიდა რაღაცა. და არ ვიცნობ ჯალაღანიას, და მას ვინ ვიცნობდი. და თქვენი ინტერვიუ 2014 წლიდან არ ვიცნობ ის ჯალაღანია თუ არის, არ ვიცნობ. მე გეუბნები ვისაც ვიცნობ. დავით ჩვანგირაძე. შეიძლება სახელი და გვარი სხვა დავით ჯალაღანია, არ ვიცნობ. ილია ჯალაღანია. მეჩქარე. აღარ გახსოვთ. არ თუ დღეს არ შეიძლება. მე მახსოვს ნატო გოგელია. რა ხდებოდა მაშინ რომ მოგვიყვეთ? რა ჩაგიდეს როგორ გვახსოვს რომ ძალიან გაწამეს. ძალიან კარგად მოგეხსენებათ რა ჩამიდეს და თქვენ ჩემზე უფრო. ხო და აი რატო არ მოითხოვეთ იმ ადამიანების დასჯა? აი ახლა ნახე მაგვიანებთ. გაგახსენდებათ ილია ჯალაღანია? მე არა, ილია ნამდვილად ვერ. და 2014 წელს იტყუებოდით ინტერვიუს რომ მაძლევდით და ამბობდით რომ ილია ჯალაღანიას ხელმოწერი შეიძლება სახელი და გვარი არ ვიცნობ. ხომ იცი? და იმ დროინდელი მთავარი პროკურორი, თქვენი საქმის პროკურორი დღეს არის დაწინაურებული და ქართული ოცნება ამბობს რომ არ ვიცი თუ არ და ქართული ოცნება ამბობს რომ ნაცებს კარგად ძანდებოდი. აი მაშინ ვინც დაგზდევდათ დღეს არის ამ დამელოდი და ხება რა დაელოდი. მამა თქვენიც იყო რეპრესირებული ილია ჯალაღანიას უხდიდა რომ მამა ჩემი რა იყო და როგორი არქივში ინახეთ და რატომ როდის გიხდით საკრებულოს ხტომა იწყება არ გეუხერხულებათ იმ ადამიანების დაწინაურება არავის არაფერს არ რომელიც მოუხერხულებ ადამიანებზე ძალადობდა ვის გძალავთ აი ესეთია ეს მოცემულობა ქართული ოცნება ოფიციალურად აანონსებს რომ გძალავს ნაციონალურ მოძრაობას და მასთან დაკავშირებულ პირებს თუმცა როგორც ფაქტები ცხადყოფს და ეს არის მცირეთაგანი მრავალი ფაქტებიდან რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს იმ ადამიანებს რომლებიც დანაშაულს ჩადიოდნენ რომლებიც ადამიანების რეპრესიებს ახდენდნენ უბრალოდ ქართული ოცნება აწინაურებს